საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ ფაქტის მიჩქმალვა სურდა და მხოლოდ მას შემდეგ განაცხადეს, როცა ფაქტი გუბერნატორმა გაახმოვანა. სააკაშვილი ექიმებს კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებასა და ხელფასების საკითხებზეც ესაუბრა. ამ წუთებში კი მიხეილ სააკაშვილი ნარანაზენის მოსახლეობას ხვდება, სადაც პარალელურად კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ესეთი რაღაცეები მთავრობას უნდა ეხა გაგუძებული იყოს და განგაში ქონდეს ატეხილი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფო საქართველოში, ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი. და რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუცია და რამიშობა აქ არჩევნები იყო თუ არა, მთავრობა შეიცვალა თუ არა, ამ ხალხში რამიშობა პაციენტი ისე მოდის, მათ შორის მთელი აფხაზეთი აქეთ გადმოდის, როცა ჭირდებათ. უმაღლეს კვალიფიკაციის ექიმები ყავთ, უმაღლეს კვალიფიკაციის მედპერსონალი ყავთ და მე კატეგორიულად ვთხოვ მთავრობას შეეშვან კაბინეტებში ჯდომას მარტო უხაერო სივრცეში გამოვიდნენ და ამ ხალხს ელაპარაკდნენ.